ანა მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება რამეს გამოიძიებს. წარმოიდგინეთ, მათივე ორგანიზებული დანაშაულია ქურდული სამყაროს წარმომადგენლების ჩარევით და ერთი ხელით ჩადიან დანაშაულს და მგეუბნებიან, რომ მეორე ხელით გამოიძიებენ. მე ამის სამწუხაროდ მე ამის უკვე აღარ მჯერა. მეცაც გეტყვით, მე საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი ზეწოლა, ზუსტად 1 წლის წინ მიმართული მაქვს საქართველოს პროკურატურაზეც, მაგრამ ერთი პირიც კი არ არის დაკითხული. წარმოიდგინეთ, წარმოდგენილი მაქვს ვიდეო, აუდიო, ფოტო, მტკიცებულებები, ადამიანების ტელეფონის ნომრები, სამანქანე ნომრები. ძალიან მარტივი იყო იდენტიფიცირება, მაგრამ ერთი ადამიანის სწავლად გამოკითხულიც არ არის. ცხადია, რომ მე არანაირი იმედი არ მაქვს სამწუხაროდ ამ შემთხვევაში გამოძიების. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს რა. საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ქართული ოცნების პირობებში გამორიცხული არსებობდეს სამართლიანობა. ქართული ოცნების პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ დამკვიდრებულია შერჩევითი სამართალი და თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ, ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ და ჩვენ უნდა შევცვალოთ და დავამარცხოთ ქართული ოცნება. კი ბატონო, რა სიტყვით ქალბატონ ქეთი, როგორ ფიქრობთ, რატომ სჭირდება ქართულ ოცნებას, რომ რაღაცნაირად მსგავსი მეთოდებით მოხდეს კონკურენტი კანდიდატების გადმობირება? ყველამ ვიცით, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის კუთხით არ არის ხომ წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები მრავალფეროვანი, ძალიან მცირეა ასარჩევი, ესე ვთქვათ, ხომ? ამ პირობებშიც, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეს, ეს რას გეუბნებათ თქვენ? ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის ადამიანების განწყობები ველზე და ჩვენ დღესაც შევხვდით ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს, ზოგადად დავდივართ კარდაკარ, ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებით და ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის განწყობები, ძალიან კარგად იცის, რომ მათ ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში და შესაბამისად რა დარჩენიათ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება კონკურენტების მიმართ. ისინი რეალურად შეშინებულები არიან, კი შეშინებული ადამიანების ქცევა, რასაც ისინი აკეთებენ, გადასულები არიან ძალადობაზე, დაშინებაზე, რომ რაც შეიძლება შეავიწროვონ და დააპატარაონ წრე, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით ვერაფერს ვერ გახდებიან. 1-2 ადამიანის კანდიდატურის მოხსნით ისინი ვერ შეცვლიან განწყობას საზოგადოებაში და მეცაც გეტყვით, პირიქით, უფრო გააღიზიანებენ მათზე ისედაც გაბრაზებულ ადამიანებს და ეს მხოლოდ უკეთეს შედეგს მოუტანს ოპოზიციას არჩევნებზე. კი ბატონო, რა მოლოდინები გაქვთ მაშინ, მოდით 4-ზე ვისაუბროთ უშუალოდ. სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ქალბატონ ქეთი, რომ თქვენი კანდიდატებზე ზეწოლა ხდება, დაშინება მათი, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც უკვე კანდიდატურა მოხსნეს, ქართული ოცნების კანდიდატს გამოუცხადეს მხარდაჭერა. იმ გარემოს ფონზე, რომელიც შექმნა თუნდაც წინასაარჩევნო ქართულმა ოცნებამ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა მოლოდინები გაქვთ, რა შედეგზე გაქვთ, ესე ვთქვათ, გათვლა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე? შედეგი დამოკიდებულია ისევ და ისევ ადამიანებზე, რომლებმაც უნდა გაიაზრონ, რომ ისინი იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას. ჩვენი თითოეული მოქალაქე იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას და არა იმ რეალობას, იმ მძიმე მოცემულობას, რასაც ქართული ოცნება სთავაზობს მათ. ეს ადამიანები განწყობით არიან, ახლა რაც მე გითხარით, დღესაც ვიარეთ და შევხვდით უამრავ ადამიანს. ყველა მოდის არჩევნებზე. ძალიან ცოტა შემიძლია თითებზე ჩამოსათვლელად, შემიძლია გითხრათ, რომ თითებზე ჩამოსათვლელად არიან ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ არჩევნებზე არ წავა. ზუსტად ამ ადამიანებთან შეხვედრისას კიდევ უფრო ვწმუნდები, რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები, როდესაც მივიდოდნენ არჩევნებზე, მათ ჭირდებოდათ, რომ ქონოდათ არჩევანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. რაც შეეხება ღირსეულ ცხოვრებას, დღეს საქართველო მთელი ჩვენი ქვეყანა არის პატიმრობაში. ჩვენ მხოლოდ სინდისის პატიმრები არ გვყავს, რომლებიც აუცილებლად უნდა რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ. მთელი ჩვენი ქვეყანა არის პატიმრობაში. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომელსაც ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან ჯანდაცვაზე. ძალიან ბევრი ადამიანი შედის აფთიაქში, ფასებს იგებს და ხელცარიელი გამოდის იქიდან, იმიტომ რომ ვერ ყიდულობს, წამლებს და ეს ძალიან მარტივად მოსაგვარებელია, ეფექტიანი.
პროგრამების პირობებში მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენს გარშემო უამრავი ავარიული სახლი, 10,000-მდე ავარიული სახლია და აი მე გეტყვით დასახლებებს, მაგალითად კვერნაულის დასახლება, გვაზაურის დასახლება, გოგაშენის, ზემო და ქვემო გოგაშენზე მე შემიძლია კონკრეტულად სანზონაზე გესაუბროთ ამ შემთხვევაში, რა ხდება ეს ადამიანები ცხოვრობენ მუდმივი შიშის ქვეშ. მათ ეშინიათ ძლიერი წვიმის, მათ ეშინიათ ქარის, მათ ეშინიათ პატარა მიწისძვრისაც კი. ისინი ცხოვრობენ სվել კედლებში. არის შემთხვევები, რომ უკვე რაღაც ოთახებში ჭერი ჩამოინგრა და გამოხურული აქვთ კარი და დანარჩენ სახლში აგრძელებენ ცხოვრებას მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად და წარმოიდგინეთ, როგორი საშინელია ამ ადამიანების რეალობა. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან სახიფათო გზაზე გადიან, რომ საკუთარ სახლამდე მივიდნენ და ამის ამსახველი ვიდეო მიდევს კიდეც ჩემს სოციალურ გვერდზე. აი ეს რეალობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხედავთ ჩვენს გარშემო რა ხდება ნარკომანიასთან დაკავშირებით, ხო? საფრთხე არის ჩასაფრებული საბავშვო მოედნებზეც კი შევხვდებით თავღია გამოყენებულ შპრიცებს. აი როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაუძლეველი პრობლემა გახდა ქართული ოცნების პირობებში და ნაცვლად იმისა, რომ ისინი რეალიზატორებს ებრძოლონ, ყველანაირად ავიწროვებენ ადამიანებს, ვინც არის დამოკიდებული და ვისაც რეალურად მოვლა და მხარდაჭერა ჭირდება. აი ესეთი ვითარება გვაქვს და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამის საშუალება გვაქვს 4 ოქტომბერს. ჩვენ შეგვიძლია რომ ყავდეს ახალი პასუხისმგებლიანი ოპოზიციონერი მერი, რომელიც აი რაზეც მე ჩამოვთვალე, რა პრობლემებზეც მე ვისაუბრე, აბსოლუტურად ყველაფერთან დაკავშირებით თვითონ ხვდება ადამიანებს, თვითონ აგროვებს ამ ინფორმაციას და თვითონ დებს პირობას, რომ ამ ყველაფერს მიხედავს და ჩვენ რეალობას რადიკალურად შეცვლის. კიდევ ერთი პრობლემა არის მიუსაფარი ცხოველები, რომელიც ერთის მხრივ იტანჯებიან ცხოველები და ამას ჩვენ ყველა ვხედავთ და მეორეს მხრივ შებინდებულზე არის სერიოზული საფრთხე, როდესაც აგრესიული რამდენიმე ძაღლი ერთად გადაადგილდება, მაგალითად მე შემიძლია გითხრათ ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთხელ მომხდარა ძალიან ცუდი ფაქტი ამასთან დაკავშირებით და ადამიანებს ეშინიათ ღამე ქუჩაში გამოსვლა. ეს ყველაფერი შეცვლადია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვლება თუ ჩვენ გვეყოლება პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ნახეთ რა ხდება 4-ში ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე. ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, იმიტომ რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, დავიბრუნოთ ჩვენი სოფლები და ამის რეალური შანსი გვაქვს ახლა, ხო? რეალური შანსი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციონერი ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო უბანზე და თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს, რომ შემდეგ უკვე სინანული გვიან არ იყოს. დღეს აუცილებლად ყველა უნდა ვიგრძნოთ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ პასუხისმგებლობა და უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და მხარი დაუჭიროთ ოპოზიციონერ კანდიდატს. ეს არის სამნიშნულოვანი. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ქეთი თურაზაშვილი გვერდთვებოდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.